ესენი ვინები არიან? საიდან ამოწყრენ? როგორც სოკოები ამოდიან ხოლმე, ხო იცი იმის იმასე, შხამა სოკოები რო ამოდიან გზის პირას. აი ესე ამოვიდნენ და იშხამებიან რა. ხო და ჭკვიანად იყავით გირჩევნიათ რა. მე გირჩევთ რომ ჭკვიანად იყავით. სახელმწიფო ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. და თუ სახელმწიფო ვერ დაიცავს, ვართ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო ინტერესებს დავიცავთ. ჩვენ არც ხელისუფლების მომხრე ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს მომხრე. და ვინც გაბედავთ და ქართულ სახელმწიფო ინტერესებს შეებრძოლებით, მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. მე არ გეწყინოთ. რა სიტყვაში? ეწყინოთ. ეწყინოთ ცივი წყალი დავიღოთ თუ ეწყინებთ. არა, ნუ უბრალოდ ახლა მართლაც უკვე მართლა ის არის უკვე ის გახდა რა. აღმაშფოთებელი გამოგვივიდნენ ახლა ყოველად პატრიოტები. სააკაშვილის დროს ხმები რო ქონდა ჩაკმენდილი და ხმას თავი გავანებოთ კაცო. სააკაშვილის თავი გავანებოთ რაღაც ავატყოფური მასში არიან კაცო და ვერ ხვდებიან რაში არიან და თავს უფლებას აძლევენ იმ ადამიანებს ვინც საერთოდ ამდენი წელი რაღაცა აკეთეს. ისინი მოღალატეებს თავს უფლებას აძლევენ ვიღაცას მოღალატე დაუძახონ და ხა მოღალატე ცოტა მძიმე ის არის იცით რა არის მძიმე ნათქვამია და მაგ მძიმე ნათქვამის გულისთვის ძალიან წარეთ დაიჭებით ზოგიერთი თაღლითები კიდე რა ზოგიერთები კი ძალიან წარეთ დაიჭებით და დაიმახსოვროთ ჩემი სიტყვა და კიდე თავი შეიკავოს ზოგიერთებმა თორე პასუხის მოთხოვნაც იქნება ეს რა უბედურება ვინ არიან ესენი რა საოცრებაა ვინც არიან ყველა ვიცით რა და მაგათი დროც დადგება როცა მაგათ პასუხი მოეთხოვებათ ისე როგორც სჭირდებათ რომ მოეთხოვოთ პასუხი რახან ვერ გებულობენ ნორმალურ ლაპარაკს მიიღებენ იმას რასაც იმსახურებენ რა და ცოტა გაფრთხილდნენ აქ გინება დაწერს მოღალატეს და ასე შემდეგ მე დღეს მოუწოდებ ჩემს YouTube გვერდის ადმინისტრატორებს რომ ყველა დაიბლოკება აბსოლუტურად წვდომა რო არ გექნებათ მე გამწარდით და სადმე იქნება მოღალატეებიც ხართ და ისინიც რა ქვია რა დავარქვა ამას კიდე რა გონებას უსტებს ამათ მართლა რა გონებას უსტი კიდე კაი ვარიანტია კი კაი ვარიანტია დავალებს იმეთი რო გამოდიხართ აქ იმეთი რა ქვია თითოს 30 ის რო გაქვთ ეს ისწავლეს მარტო ამ ტექნოლოგიები 30 აკაუნტს გაიგებენ 30 აკაუნტს იგებენ და ის რაღაც იგინებიან და იფუძებენ სისულელეებს წერენ ჩვენ თუ საღი აზრის მოსმენა გინდათ გვისმინეთ თუ არა და გააქვთ თქვენი არხები და წადით და იმ არხზე რაც გაგიჟდით თუ გინდა ერთმანეთი გააგიჟეთ გაიგო ისე იმ არხებს საფინანსებს კი კი ყველაფერი გარკვეულია და მალე გამოვლინდება ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან იყავით